Салами, чему каргебу. Здравствуйте, мои дорогие друзья, славяне, турки, азербайджанцы. Сейчас я хочу назвать список, который входит в социалистический консервативный партия. Сейчас кто-нибудь скажет, что как может быть социалистический и консервативный. Тем хочу сказать, что Сталин не был консерватор, да? Или Си Цзиньпин не был консерватор, да? Это такой партия раньше не было никогда. Это либерально-демократический Жириновский выдумал. Это либеральный демократический партия. Раньше не было такие партии. Мои дорогие, не было такие партии. Были социал-демократы, да, разные. Монархисты, лейбористы. Вот такие партии были. Это вот последнее время пошло такое название. Сейчас по-грузински скажу. Вот такое, это сейчас пошло такое партия. Сейчас кто-нибудь скажет, что как можно, значит, это социалистический, значит, потом переходит к коммунистической партии. Но надо время. Люди должны дойти до того, чтобы узнать, вот, что такое капитализм. Когда они узнают, потом уже сами перейдут к коммунизму. Вот Китай, Корейский Народно-Демократический Республика. Что там? Они не консерваторы? Или, может, такие люди, которые там в Европе находятся? Просвещенные задним посвящен. Поэтому наша партия будет социалистическая партия либерального толка. Китайский. Сейчас назову ჩამოვთვლი. Сейчас это ჩამოვთვლი ყველა იმას, ვინც არის. მე ვფიქრობ, რაღაც რომ პარლამენტი 88 კაცი იყო, მე 99 თქვენ, არ ვიცი ახლა ბერგები ხან აკლია, ხან რაღაცას იმაშობიან. მაგრამ ლეგიტიმაცია მიიღო. ქართველმა ხალხმა მისცა ქართულ ოცნებას ლეგიტიმაცია. ხო, 54% აიღო ტრამპს, არ უღია ამდენი. ხო და ბევრი იმას არ უღია, ასე რომ რისი ეშინიათ, მე ვერ გავიგე რისი ეშინიათ. ქართველმა ხალხმა მოგცათ ლეგიტიმაცია, იმოქმედეთ, ვინც დასაჭერია დაიჭიროთ უნდა. ვინც დასაჭერია. მარტო ჯარიმები, რამდენსაც უნდა იმდეს გამოვაგზავნიან ჯარიმებს. ჯარიმათა რა არის ჯარიმა? აღარ რომელი ჯარიმა ეყოფა იმას, რაც მაგენმა დააშავენ, გადაწვენ ყველაფერი და გადაბუგენ ყველაფერი. ამას არცეთი ჯარიმა არ ეყოფა. ეს ახლა ხალხის მოსატყუებლად არ გამოვა ასე. რამდენი იქნება მილიონობით იგია ზარალი. მილიონობით ზარალი. ეხლა შემოკარგებო პირველი ნომერი პატარაა თემური, მეორე ნომერი ფიფია თემური, მესამე ნომერი მიხეილ ჟღენტი, მეოთხე ვალერი კვარაცხელია, მეხუთე ტრისტან წითელაშვილი, მეექვსე გიორგი ქარდავა, მეშვიდე თინა გოცაძე, პროფესორი ადამიანია, ექიმი. იგი არის ნამდვილი ჯანმრთელობის მინისტრად ასეთი ადამიანი უნდა დადგეს, რატომ ხო ხედავთ ლუგარში როგორი ავანტყოფობები იმაშობოდნენ, რა ქვია, იწევდნენ, როგორ ავანტე ციმბირის წყლულს,
ჩუმას ისე ჩუმა ჭირია იგივე შავი ჭირი. ხო და სვინოი ღორის გრიპი. ხო და რა ნაირ ავანტყოფის საზიზღარი ავანტყოფობ. და ერთი სანამ დიაპირებთ ეს ოცნება ისე ლუგარის ლაბორატორიის შენარჩუნებას. თქვენ რო იცოდეთ, ჩემო კარგებო, რო იძახიან რუსებმა რომ SVO-რო დაიწყო, არა? ამიტომ დაიწყო, რომ 40 ლაბორატორია იყო რუსეთის საზღვართან განლაგებული. ამიტომ დაიწყენ იგი. ხო, ძირითადად ამიტომ დაიწყო და კიდო იმიტომ დაიწყენ, რომ მაგას ისე იგი მაგ ზელენსკის და ვინც იყო მაშინ რომ თხოვდა რუსეთი ვლადიმერ ვლადიმერიძე პუტინი თხოვდა სევასტოპოლის ბაზას არენდით. ჩემო კარგებო, არენდით თხოვდა სევასტოპოლის ბაზას. აგენმა არ მოინდომენ ხო, ხედა, აგერ თავზე გასული არიან, მაგრამ დაენგრათ თავზე ყველაფერი, ხომ ხედავთ. ახლა გავყვები და მე კიდევ იმას ვიზამ. მერვე თინა თოფურია, ეს აკადემიკოსია თვით კენედი, რომელიც იძიებს ახლა იმას ამერიკაში და კენედის ქონდა ამ ადამიანთან კავშირი, ისე იგი იმაში ამ კოვიდის ამბავში. შემდეგ მეცხრე ნატა არღულიანი. ნატა რამდენი ხანი არ გამოსულა მომენატრა. თალბატონო ნატა თქვენი გამოსულა ტელევიზიაში ძალიან კარგი ლოგიკა გაქვს და ძალიან კარგი ფსონდე ხარ და მოგვენატრა პატარ გამოჩდით. მეცხრე ნატა არღულიანი, მეათე თემურ მაკარიძე, მე-11 ელიზბარ ელიზბარიშვილი, ნანა ალთინოკი, გულბათ ცხილაძე, კახა კუკავა, დავით თორდია, დიტო ჩუბინიძე, მე ძალიან მინდა ნემსაძე ერმილე უნდა ჩამოვიდეს, შემოკარგებო, ეს უნდა მოვითხოვოთ ხალხმა, რას ერჩით ამ კაცს. ახლა რომ ვაყურებ ახლა მის იმას აქვია მას განჟას, ისე იგი როგორი ამ ახალ უახლოეს ისტორიაში მაგრად ერკვევა. ზოგიერთები ახლა პროფესორებად რომ მოაკვენ თავი, არა? იგას ბევრად ჯობია. ახლა ზოგიერთი პროფესორი ისე გამოაცხადა იმ ახვლედიანმა და პროფესორი ესა და ეს კი. ხო და რა შეეშალა ამ პროფესორს იცით? შემოკარგებო რა შეეშალა იცით? ისე ვენა ქვეყანა ყოფილა მისი აზრით. ისიც არის ის კარგად რომ ვენა არის დედაქალაქი ავსტრიის და ავსტრია არის ქვეყანა. თუ არ გჯერათ ჩემი მოისმინეთ ახვლედიანთან, იქნი არის ერთი პიროვნება, ხო და მოისმინეთ ეგრე ვიტყულები. ხო. ეხლა ხო. მე-16 დიტო ჩუბინიძე. მე თქვენ რო იცოდეთ ხალხო პროფესორის ჩინმედლები არ მაქვს. მაგრამ ცოცხალი მატიანე ვარ, ცოცხალი მატიანე. თქვენ რომ იცოდეთ. მე რომ სკოლაში სწავლობდი, არა, ისე იგი ახლა გადამავიწყდა თარიღები ხო იცით, ისე იგი რა დროს რომელი ბრძოლა მოხდა, რომელი ლაშქრობა იყო, ყველა თარიღი ვიცოდი აბსოლუტურად, რომ სწავლობდი მაშინ. ხო და მე დავიწყება ცოდნი, ახლა გადამავიწყდა, მაგრამ ვიხსენებ ხანდისხან. ეხლა მე-16 დიტო ჩუბინიძე, მე-15 დავით თორდია იყო. მე-16 დიტო ჩუბინიძე, მე-17 ნემსაძე ერმილე, მე-18 მერაბ ჭიქაშვილი, მე-19 ზური მახარაძე და მე-20 ირაკლი მარტინენკო. ჩემო კარგო კონსერვატორებო, რომ გაკლიათ გული და რა ვიცი, რა პარტიებს აყალიბებთ, ვინ ჩამოგაყოლით, 5 კაცი გინდა პარტიაში შეხვდეთ და ახლები ყავენ, არ გამოა, რადგან და აგერ იყავით ჩვენთან. გართმევთ რამეს ბაბუა თუ რა. მე ნაბარო თქვენსგან მინდა რომ პარლამენტში მოვხდეთ და რაღაცა რომ წაადგეს ქვეყანას ისე რომ ვიმოქმედოთ. ხო, ამღურა ირაკლი მარტინენკო, ზური მახარაძე, კიდევ ვინა აგერ გიორგი ქარდავა, 3 აგერ პირველ 20-ში ხართ. მე აგერ კიდე
კიდე აგერ ხართ აქანე ხო ყველა ხართ ის ხუთი ადამიანი რო გამოდიხართ იქინე არა ყველა ხართ ბაბუა ხო და რას იმაშავით თქვენ რო იცოდეთ ყოველგვარი სეპარატიზმი რა ღუპავს საქმეს სეპარატიზმი ქვია ჩვენ ერთ პარტიაში ვარ და რაღაცა იმაშავით სეპარატიზმია ეს ბაბუა ხო და დაღუპავს საქმეს ხო და ხუთი კაცი თქვენ ვერაფერს ჯერ ერთი არც გაგატარებენ 4 კაცი და თუ გინდა 8 კაცი იყავით არ გაგატარებენ ამას ამიტომ ჩვენ ამხელა პარტია ვართ და სადიკაჩები ვერ გამიგია ბაბუა ეხლა მეორე 20-ს დავასახელებ შემოკარგებო მე ყველა ეს კონსერვატორები იგივე ტრისტანთან რომარის კორკოტა გია კორკოტაშვილი რომა ეგ გაგნის და ყველა ეგენი ხართ აგერ ხო და რასი მაშოვით ვერ გავიგე ახლა ეგენი არა ეს ახალგაზრდებს ვეუბნები ახლა კარდავა არ ლაპარაკობს ან მარტინენკოებია ცოტა ნამეტარი შაირიანი ბაბუ არ გეწვინოს არ უნდა შაი და გაჩერდით ახლა გაჩერდით თქვენ და ყველაფერი კარგად იქნება ჩემი აზრით ყველაფერი კარგად იქნება იმიტომ რომ არის პარლამენტში ადგილი ასე 90 კაცი პარლამენტი 4 წელიწადს ვერ გაძლევს შემოკარგებო ამიტომ შეივსოს უნდა 150-მდე უნდა შეივსოს ვინ შეავსებს ნაცები მოbrunდება კიდო რაღაც ბაბუა ჩემი არ მოbrunდება არა არც ვერც მაგენი მოbrunდება ეხლა გავყვეთ მეორე 20-ული თემურ სამნიძე არის ისე იგი ბათუმელი კაცი და კომუნისტური პარტიის იგი იყო რა ქვია ახანე მომცა ერთმა კაცმა ადრესი მაგრამ და ტელეფონი დამეკარგათ ხო და მინდა ესე დავუკავშირდე რომ თემურ სამნიძე ბათუმელო ამის სახელი არ ვიცი კომუნისტურ პარტიაში რომ იბრძანდებოდით არა თქვენ ხართ აქციაში თემურ სამნიძე ილია ლობჟანიძე იცი რომ რა ქვია როგორი კარგი ვიდეობლოგი დადვა ისე იგი ვალერი კვარაცხელიამ და თემურ ფიფიამ მოკლე იყო ისე იგი შემოკარგებოდ ყველას გეუბნებით აგერა ისე იგი ისტორიისა და პოლიტიკის შედევრი დადვენა ხალხმა შედევრი მე ვიტყოდი რაც მე მინდოდა მეთქვა იგი ყველაფერი აგენმა თქვენ ზუსტად ისე მილიგრამში რასაც მე ვფიქრობდი ისე იგი ზუსტად ისე შედევრი დადვენის ისტორიისა და პოლიტიკის აი ასეთი პოლიტიკა უნდა ასეთი გარჩევა ხო და ასეთი პოლიტიკა წაიყვანს საქართველოს წინ და არა მარტო მისი ჯიბის ყურება და მისი ეხლა ჩემო კარგი გავყვეთ მეორე ილია ლობჟანიძე მეორე და მესამეა 23 თემურ სამნიძე 24 ილია ლობჟანიძე გალინა კირხანაჩიევა ვიქტორია ივანოვა ქეთინო თხილაიშვილი გიორგი ირემაძე რომა სოლიდარობა მშვიდობა ახალგაზრდა ძალიან ნიჭიერი ადამიანია ბაბუა მაგარი ნიჭიერი ხარ კაი ხარ ხო და შემდეგ მეშვიდე გიორგი არღულიანი ესეც იმაში არის თამარ კიკნაძე ესეც იმაშია ახლა უყურე პროფესორია ეს ადამიანი ეს ქალბატონი ძალიან კარგი ძალიან სერიოზული იქია ერთს დაინახავ გაცინებულს ან გამასხარებულს ისე ძალიან კარგი ქალბატონია მაგრამ ერთი შეცდომა დოუში იცოდე ხო და არაფერი არ მეპარება მე არაფერი არ გამომეპარება მე ხო და მე თუ დაკვირდა გეტყვი მე ხო შეცდომა ახლა ისეთი შეცდომა კი არ იყო გრუბი ისე იგი თული შეცდომა კი არ იყო მაგრამ რაღაცა არ უნდა გეშლებოდეს პროფესორ ადამიანს ასეთი მერვე თამარ კიკნაძე მე-9 ვაჟა პატარაია მე-10 პატა აბულაძე მე-11 ქეთი დოლიძე მე-12 რამაზ გაგნიძე რამაზი რომ არის ტრისტანთან რამაზ გაგნიძე შემდეგ მე-13 კერესელიძე გიორგი ძალიან კარგი იგი არის ვეტერანია მაგი ახალგაზრდა ისე იგი იმის ომები რო იყვნენ ახლა მე მგონი იმაშიც იყო რაღაცა იმაში მისიებში რო იყო საქართველოს ჯარი ხო
ჩუბინიძე დავითი პოლკოვნიკი არის თუ პოდპოლკოვნიკია ტრისტანთან რომ იყო ჩუბინიძე დავითი შოთა მარტინენკო მორგოშია კონსტანტინე ჭკადუა ნონა ემზარ კვიციანი ირმა ცეტერაძე რევა ზოკუჯავა ეს რევა ზოკუჯავა მწერალია ჩემი მეგობარია ხო და მაგარი იგი არის მაგარი პატრიოტია ესე ხუთი ძმები არის ხუთივე არის ესე პატრიოტების ზგია განსახიერება საქართველოს მიდან არიან სოხუმიდან არიან პატრიოტიზმის განსახიერება რომ იცოდეთ თქვენ ეხლა მესამე 20-ულს შოთა მარტინენკო შოთა მარტინენკო ორ ადგილას მიწერია ხო ახლა გადმოვიყვანო ახლა ვიღაცა უნდა გადმოვიყვანო აქან ვინ გადმოვიყვანო ორ ადგილას მქონებია შოთა მარტინენკო ისე იგი გადმოვიყვანო უნდა აქედან ვინ ახლა ხო ახლა ზოგიერთმა ისეთი რამე თქვა რომ მეწყინა მართალი გითხრა ესე ბოდიშუხტის ამერიკა ესე ბაიდენის ამერიკას უხტის ბოდიშ კაცი ხო და მიხდება თვითონ ვისაც იგ და ამიტომ იქინე არ გავაჩერე აგერ ქვევით ჩამოვაჩოჩე ქვევით ხო ვინ შევიყვანო ახლა ესე აქანე გადავიყვან ნაზიმ სეირანოვი უნდა გადავიყვანო იმიტომ რომ აქანე ამდენი იგი არის და მოხდეს უნდა ეს ადამიანი სადა მაგი ნაზიმ სეირანოვი ნაზიმ სეირანოვი სეირანოვი ორ ადგილას ქონებია შოთა მარტინენკო ისე მესამე 20-ულია ეს და ეს ხდება პარლამენტში ნაზიმ სეირანოვი ხალვაში თემური მამუკა კარტოზია მოხდა პარლამენტში მაგრამ ცოტა რაღაცა მეწყინა ისეთი რაიმე თქვა იქნე მეწყინა ძალიან ხო და მეოთხეზე თენგიზ ხო მამუკა კარტოზია მესამე მეოთხე თენგიზ კუნჭულია მეხუთე დავით ჩუბინიძე ეს დავითი მე მგონი სტალინისტია იქნე ვიდეო ბლოგებს დობს მაგი და ახლოური კარგი ადამიანია კარგი ახალგაზრდა მეხუთე კახა ზაგანია მეშვიდე გიორგაძე იგორ გიორგაძე ჩემო კარგებო უნდა ჩამოვიდეს უნდა საქართველოში მოთხოვოთ უნდა მთავრობას და იმას მოთხოვოთ ქართულ ოცნებას რომ ნემსაძე და ეს ორი პატრიოტი ადამიანია ამაზე უკეთესი ქართველები მე არ ვიცი აგერ არის ზოგი მაგრამ რომ უყურება მეზარება მაგენის ზოგიერთის ხო შემდეგ ზირაქიშვილი ორ ადგილას ქონდა ირაკლი ზირაქიშვილი ერთი კიდე ამწუთა აგერ ისე ერთი ახანე სხვა შეიძლება ზირაქიშვილი ყოფილა ორ ადგილზე ხო ეხლა ჩემო კარგებო გავყვეთ გიორგაძე იგორი ой дорогой Егор Пантелеймонович приглашаю вас в наши партии я тоже такой как вы говорите да что это интернационалист я люблю таких людей уважаю как вы да обязательно потребуйте чтоб дали вам паспорт не знаю есть у вас паспорт грузинский или нет чтоб дали значит Георгадзе Егори მეშვიდე значит седьмой Георгадзе Егор восьмой Майя Николаишвили მეცხრე კობა კუპრაძე მეათე კორკოტაშვილი გია მეთერთმეტე ირაკლი ზაქარეიშვილი მეთორმეტე ზაზა გვიმრაძე ტრისტანთან რომ იყო ხო და ახლა იქინე რა ვიცი ახლა გვირვლიანი მყავდა იქ იმასთან პირველ 20-ში მაგრამ იქინე
ნემსაძე მე მგონი უწევს ჩამოსვლა ნემსაძეს. გირგვლიანი დავითი მე-13, მე-14 ალა ალოიანი, მე-15 მაია მაისურაძე, მე-16 ნაჭყებია ზური, მე-17 გუგა კობრავა, მე-18 ირაკლი ფირცხალია. ეს რომ იცოდე თქვენ ოცნების ხალხია ეს ახლა, მაგრამ შევიყვანე აქ მაშინ სიაში. ეს ვატო შაქარაშვილი ოცნების წარმომადგენელია, ირაკლი ფირცხალია ოცნების წარმომადგენელი და აგერ თვითონ ლაპარაკობს იგი რა ქვია. ძალიან კარგი არის იგი აბულაძე, პატა აბულაძე. რამოდენიმე კაცი ოცნებიდან ყავენ. ხო, შემდეგ მე-19 ვატო შაქარაშვილი, მე-20 კოტე ფხოიძე, პოლკოვნიკი ყოფილა თუ პოლკოვნიკი არ ვიცი, ძალიან მომეწონა მისი ლაპარაკი. ახლა იქ ტრისტანთან, ტრისტანი კარგად ლაპარაკობს ყველაფერზე. ხო და სხვაებს შორის, მაგენ შორის კოტე ფხოიძე მომეწონა ყველაზე მეტად. რევაზ სახვაძე 21 და რამაზ ღვალაძე. ყველა ტრისტან თქვენ მის დაასახელეთ, ჩემ ამხანაგო ტრისტან ყველა აგერ ყავს. ხო, 62 ადამიანი ვართ. თუ გინდათ ყველას გეუბნები, თუ გინდათ მშვიდობა საქართველოში, ეს ხალხი შევიდეს უნდა პარლამენტში. ჩემი აზრით, თუ არა, ბევრი იგენი მაქვს, კომპრომატები მაქვს ბევრი. ახლა არ დავასახელებ, ახლა ბევრი კომპრომატები მაქვს. ისეთი რამეები, რომელ ხო და ამიტომ გაჩერებული ვარ და ეს აუცილებლად ეს 62 კაცი უნდა შევიდეს. ეხლა რომლებიც ვერ შევა პარლამენტში და ისე იქნებიან პარტიის წევრები, მაგრამ ხელფასი ექნებათ. მაგრამ იმდენი არა, რომელსაც პარლამენტში თუ არ დაგვაფინანსენ იმათ რა ქვია თლათ ისე პოლნოსტი რო იტყვიან რუსულად, თუ არ დაგვაფინანსენ ისე იგი რაც იგი მაშინ იზოლებული ვართ, ძმურად უნდა გავიყოთ. ვინც წინააღმდეგია რა, მაშინ ის სოციალისტი ვერ იქნება. ის ყოფილა მაშინ ან ნაცი, ან ოცნების წარმომადგენელი. ხო, მე ჩემი აზრით მე ასე ვფიქრობ, პარლამენტში ვინც მოხდება ჩვენი პარტიიდან, თუ დაგვირჩა საშუალება, როგორც წესით, როგორც იგენს აქ ისე გვეკუთვნით ჩვენც. მაგრამ ეს ახლა 12000 ლარს რომ მისცემენ, მაშინ 6000 დარჩება, იმას და სხვა გაიყოს უნდა აქეთ ხალხი ახლა აგენი ზოგი გადმოვანაცვლე მე აქ ხო და ეკუთვნის ამ ხალხს ხელფასი. ხო, ესეც ასე. ახლა ვინ იყო აქანაცა? ერთ წუთით. ხო, მე-4 ოცეული. ნაზიმ სეირანოვი გადავიყვანე იქანე. ნაზიმ სეირანოვი, ხო და აქანე სხვას ერთს გადმოვიყვანე ვიღაცას, ვინა ირაკლი უბილავა. მაგრამ ამას დიდი მე-4 იგია, იგი პარლამენტში ვერ ხდება მაინც, მაგრამ ნუ გაიტერთ გულს, შემოკარგებო. ჩვენ ხნიერები ვართ იქინე ხალხი და მალე მოგიწევთ ისე იგი ირაკლი უბილავა. წესით ჩემი აზრით, ჯანმრთელობის მინისტრობა ეკუთვნის თინა გოცაძეს. ის და თინა თოფურია აიღებენ იმას ლუგარის ლაბორატორიას. გეუბნებით ამას მე თუ არა, თორემ ესენი გინდა ეგენი არ აიღებენ ამას. გავყვეთ ახლა. მე-4 ოცეულ პირველი ირაკლი უბილავა, ლუიზა ურაგველიძე პატარაია. მე-3 ავიკ მელქონიანი, მე-4 იაკობ ჯერემი, მე-5 ქეთი პატარაია ჯორბენაძე არის სინამდვილეში მამამისი ჯორბენაძე იყო, მე ვიცნობდი იმას. ხო, და მე-6 თამაზი სეირანოვი, მაგრამ თამაზ სეირანოვი ორ ადგილას ყავს. იგი ნაზიმ სეირანოვი იყო, იგი თამაზი სეირანოვია. კარგი, ნახო თამაზ სეირანოვი. მე-7
ჰიქმეთ ხასანოვი, მერვე ალიკა ასლანიანი, ხო და მეცხრე ფერაი ყურბანოღლუ, მეათე მელიქიშვილი ხათუნა, ეს უკვე მეოთხე ოცეულია. მე-11 ია ხალვაში, მე-12 პატაშვილი ნინო, მე-12 მე-13 ლიანა რამაზაშვილი, მე-14 კუპრავა როზეტა, ეკა ზამაშვილი, ლომინაძე მარიამი. ლომინაძე მარიკას ეძახიან, მარიამია, წესი სწორი სახელი მარიამია. მარიკა არასწორი სახელია, ერთხელ ხო გითხარით, ხო. მე-17 რუსუდან მახარაძე, მე-18 დავით ახვლედიანი, მე-19 გრიშა ონიანი, მე-20 თენგო ომანიძე. ახლა მე-5 ოცეული. კვაშილავა ვერ გავიგეს სახელი, კვაშილავა გვარი, კვაშილავა. პირველი, მეორე ბელა ურუშაძე, თიკო ჩაგელიძე, თემურ შენგელია, ნინო ჭიჭინაძე, ეკა სოხაძე, ექიმი ქალბატონია, მე-7 ნანა გულუა, ნათელა სულუხია, ზია ბერიძე, ზია მოდებაძე, თაზო. მე-12 იოსებ შატბერაშვილი. ამას ახლა იქიდან მე-14 და მერვე ოცეულს დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ერთნაირია ეგენი და თუ კი ვინმე გამოიჩენს და შეიძლება უცბად ავარდეს ზევით. ამაზე ნუ გაიტეხავთ გულს, ხო და ნუ იმას იზამთ. შემდეგ მე-12 იოსებ შატბერაშვილი, მე-13 გიორგი პაპასკირი, მე-14 თამაზი ფირცხალაიშვილი, მე-15 ჯონდი ბაღათურია, მე-16 ბელა მოდებაძე. ახლა ირაკლი უბილავას ადგილზე ჩავწერო ვიღაცა ხანა. როყვა მერაბი ჩავწერე ხანა. როყვა მერაბი. ინგოროყვა კი არა, ინგოროყვა სომეხი ებრაელია, ხო და როყვა არის სტუქთა ქართველი. როყვა. კარგი ახალგაზრდა ბიჭია, ეთყობა როყვა მერაბი. ხო, მე-18 დიმიტრი ლორთქიფანიძე, მე-19 გიორგი კანდელაკი, მე-20 ედიშერ გვენეტაძე. ბატონო ედიშერ, ჩემო კარგო ედიშერ, არ მომეწონა თქვენი რა არ მომეწონა იცი? საბჭოთა კავშირი იმიტომ დაიშალაო, რომ უტოპიური იყო. ის რას მელაპარაკები? 10 წლით უფროსი ხო ვარ თქვენზე, 10 წლით უფროსი. თქვენ არც გახსოვს, შეიძლება კარგად საბჭოთა კავშირი. არ გახსოვს, შეიძლება კარგად საბჭოთა. აი შეკითხეთ ეგრე იმას თემურ ფიფიას და ვალერი კვარაცხელიას რა იყო საბჭოთა უტოპია თუ იყო საბჭოთა კავშირი ჩინეთში უტოპია ახლა კომუნიზმი ისე უტოპია იყო? როგორ გეკადრებατε? პროფესორი კაცი როგორ კადრულობთ ამას? ხო, ამიტომ მეწყინა თავში მყავდი იქნებ აგერ ტაბლა ჩაგწერე. თუ არ მოგწონს, ჩემო ძამიკო, თუ არ მოგწონს, შეგიძლიათ წახვიდეთ. ასეთი იგი არ უნდა ეს ახალგაზრდებს რას უნდა ერგავ? არ გსვენია ბატონო ედიშერ, არ გსვენია, ჩემო ძმაო, არ გსვენია ახალგაზრდებს რა მაგალითს აძლევ? საბჭოთა კავშირი და კომუნისტური პარტია უტოპია იყო? თუ უტოპია იყო, ჩაბრძანდით ეგრე ჩინეთში, ხო და ნახეთ როგორი უტოპია. ეგეთ კიდევ მან კონსერვატორებმა ახსენეს კიდევ. ჩემო კარგებო, ცოცხალი მატიანი ვარ, რო იცოდეთ თქვენ. ხო. გიორგი კანდელაკი, მე-19 და მე-20 ედიშერ გვენეტაძე. და ახლა პატარა გადამავიწყდა კითხვა, რომ ყველა თარიღი ვიცოდი აბსოლუტურად. თბილისიდან რომ ჩამოდიოდნენ, ისე იგი დამსწრები იყო, უწინ დაესწრებოდნენ იმას და რა. იადი, ახლა თემური მიშველო უნდა ახლა მე ირაკლი შხაიძე იყო მაგარი მიშველო უნდა თემური თუ არა აგენი ამ დებილებთან რა უნდა თქვა? ასე ლაპარაკობდა პირდაპირ.
მეექვსე ოცეული ონიკაშვილი ილია, ბერიძე გულადი, ნინა ტარასოვა, რამაზ ჩალიგავა, გვენეტაზე ედიშერ ორადგილას დამწერე. გამოიყვანა სარდალაშვილი რომ მომღერალი. სარდალაშვილი. სარდალაშვილი სუფთა ქართული გვარია. სარდალაშვილი. ხოდა ასეთი ხალხი, ასეთი პატრიოტი ხალხი არ უნდა იყვნენ პარლამენტში. შემდეგ მეშვიდე დავით ჭაბუკაშვილი. მეექვსე მეოთხე იყო რამაზ ჩალიგავა, იქინე ჭყოიძესთან რომ გამოდიოდა. ჭყოიძე ასეთი იმანა აქვია ჭყოიძეს სახელი შავლებ ჭყოიძე. არ უნდა გეთქვა ეს, ისე იგი პოლიციას ამტყუნებ, ამაღლობელთან პოლიციას ამტყუნებ. იმ ანგელოზი ბიჭები იქინე რომ ბიჭები დგანა ანგელოზი პოლიციელები, ისეთი ნეტა სხვაგან ლანჩხუთში იყოს პოლიციელები და იგი ყოფილიყო კიდო. რას არაკეთებენ ღმერთმა უწყის და იქინე ანგელოზი ბიჭებია იმ პოლიციელები და იგი გაამტყუნე ადამიანი დასახიჩდა ხო და ვეღარ გამრავლდება, ოჯახს ვერ შექმნის. ხო და იგენს ჭოიძე, შავლებ ჭოიძე გეუბნები და იმას ამაღლობელს ვიღაცას ისე ქალს ისე იგი დაარტყა ხელი იმას ქვია პოლიციელს. ხო და იმას ამართლება, არ ხარ მართალი, მაგრამ მაინც ჩაგწერე. შემდეგ მეშვიდე ჯულაღიძე ნინი, მერვე ბენო ხალვაში. აი ბენო ხალვაშის მამა იყო მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი იყო, მეტი არ იყო. მუსხელიშვილი საქოდა ასეთი იგი მერე იქნა რა ქვია. ხო და მოხალისედ წავიდა ომში. არის გენერალი თავართქილაძე არის, წიგნი არის, არსებობს ხო და იმაშია ნახსენები ყირიმის იმაში. მოყვა იქ იმაში ორჯერ. ხო. მოხალისედ წავიდა კაცი, 3 შვილი ყავდა, 3 პატარა ბავშვი დატოვა და ბიზაჩემი იყო ეს, დედაჩემის ძმა იყო. ხო და 3 პატარა შვილი დატოვა, 1 ბიჭი და 2 ქალიშვილი, ხო და ომში მოხალისედ წავიდა. იზამს ამას თქვენი რომ ზოგი რომ იმაშობით გინდა თავრობა იყოს, გინდა ოპოზიცია იყოს. იყო ასეთი თქვენიანები ვინმე? სირცხვილია. ჩვენი ქვეყანა იძახით ხო და ყველას გინდა, ხო და ხალხს არაფერი. მეცხრე ნათია ცანავა, მეათე ცოტნე მარღია, მე-11 ქობალია იკა, მე-12 ხალვაში ახლა უყურე როგორი ცხოვრება. ისე იგი მამიდაიშვილი შვილია, ხო და ერთი მტარია რომელიც არ ვიცი რომელია მტარი. ხო და ან ბადრი ან ბესო მე გაირკვევა. ხო ეს არის მე-12 მე-13 სიხარულიძე გივი სიხარულიძეა, ხშირად გამოდის იმაში. შემდეგ მე-14 თამაზ მოლაშვილი, ცოტა ზროსლი კაცია რა. მე-15 კახაბერი ხშირად იმაშობიან იქნე ხან ერთი გამოდის, ხან მეორე, რომელიც ხა ერთმა გამოდით, ერთმა და ერთმა იგენით ის ადგილი, კახაბერის ადგილი. მე-16 დავითაია ზაზა, მე-17 ნიკოლოზ მჟავანაძე. ერთი მაგას დიდი განსხვავება არ აქვს, ერთი ნაბიჯია აქიდან იქამდე. მე-18 გიორგი ახლოური. აგერ ერთი ადგილი დაემატება აქანე კიდო, აქიდან გადმოვა, ახლა ვინ გადმოვა აქანე. აგერ ერთი აიშალა ეს. აქანე გადმოვა ერთი აგერა ვინა აქანე. აი როყვას აიშალა. ოლგა სმირნოვა გადმოვა აქ. ოლგა სმირნოვა. დიდი ნიგი არა აქ ახლოსაა მაგი. ოლგა სმირნოვა. თუ არა აქანე. აქანე დავითაია ზაზა. არა.
ეს ოლგა სმირნოვა იყოს. შემდეგ მე-15 კახაბერი, მე-16 დავითაია ზაზა, მე-17 ნიკოლოზ ჟავანაძე, მე-18 გიორგი ახლოური. სტალინის იმას დობს ვიდეო ბლოგებს რაღაც იმას მაგარი კარგი კაცია. მე-19 ლიკა გამრეკელი. ეს ვერ იქვენი, ვერ გამოვძებნი ადგილი ახლა ვის უნდა იქინე, რა ვიცი, ზროსლი ხალხია და ყველა იგია ხო და ძალიან მომეწონა ეს ადამიანი, ეს ქალბატონი, ქალიშვილი. ლიკა გამრეკელი. ხო და ბაბუა დაწინაურდები, გულს ნუ გაიტეხა. მე-20 ზაზა შელია. მე-17 მიქელაძე თამუნა, ჩხეტია დათო, ომარის ძე. მე-3 ლუკა ეხვაია. მე-4 სალუქვაძე თემური, მე-5 გაბიძაშვილი გიორგი, მე-6 ქიტიაშვილი ლევანი, მე-7 თაია ჩორნა. მე-8 აკაკი წურწუმია, მე-9 ნონა ჯღარკავა, მე-10 ოლგა სმირნოვა, შემდეგ ივანე მეფარიშვილი, სპირიდონ ცქიპურიშვილი, იმის რელიგიის მსახური რო არის. თქვენ გაგიკვირდებათ ჩემი ლაპარაკი, მაგრამ ჩემო კარგებო, მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება გავატარე ათეისტურ ქვეყანაში. მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება. ხო და რო უყურებ ახლა რა დღეში არიან ახლა, რა დღეში არიან ეს რელიგიის მსახურები, არა დამანებე თავი, არ მინდა თქვა კიდე, თქვა. მე-12 სპირიდონ ცქიპურიშვილი, მე-13 გიორგი ქარცივაძე, მე-14 ოთარ ჯულუხაძე, 15 ბაქარი ბერეკაშვილი, მე-16 კალანდია დავითი, მე-17 ნიკა ბექაური. ხო და აქ არის დამრჩა ერთი ადგილი, მაგრამ მე ვიღაცას იმას ვიზამ. არა, იქინე 62-ია ერთში, ეგ წეშალოს უნდა. ხო და გამოვა ისე 160 გამოვა სულ, 160 გამოვა. ერთი სარდალაშვილის ადგილას დიემატება აქ. სარდალაშვილის ადგილას ვინ დავამატოთ? აგერ შოთა ახალგაზრდა კაცი იყო. იმასთან ლობჟანიძესთან იყო ამ ბოლოს, მაგრამ გვარი ბაბუა რომ აცხადებ, გამოაცხადე კარგად, ან დააწერე გვარი. შოთა ისტორიკოსი, ძალიან კარგად ლაპარაკობდა, ეს ახალგაზრდა ხმელი ბიჭი იყო შოთა. ეს გადავიდა ახლა აქანე სარდალაშვილის მაგერად შოთა ისტორია და ეგენი 18 კაცი მოუწია ახლა, იქინე ხომ 62-ია და 160-მდე ისე იგი დაიმასიზამ. და აქ ერთი ჩაემატება. ახლა მერვე ისე იგი მერვე ოცეული. თამარ ალადაშვილი, მომღერალი რომაა, შორენა გიორგაძე, კოტე მიქაძე, მარგიანი ბადრი. თუ არ ვწდები ეს მარგიანი კომუნისტური პარტიის იგი იყო რაღაცა, არ ვიცი რაღაცა ბოსი იყო რა კომუნისტების, ხო და იმის რაღაცა იქნება მგონია, მაგრამ კარგია, მე მიყვარს ასეთი ხალხი კომუნისტები და მე-5 არველაძე, ისტორია ამის სახელი ვეღარ იქვენი. მე-6 ჯუმბერ თავართქილაძე, მე-7 თემურ გოქსაძე, ლიზიე შერვაშიძე, ალექსანდრე კობაიძე რომ იყო თავში მყავდა იქნება გადმოვიყვანე აქით. მე-10 კუსა, მე-11 პოზიტიური მეგობრები და ნახოთ. მე-12 ჩირგაძე დავითი, მე-13 ზაური აბულაძე, ესეც მომღერალია. მე-14 კახა დაუშვილი, მე-15 სილაგავა, ესეც მომღერალია მგონია. ხო და მე-16 შავლეკ ჭოიძე, მე-17 ინგა, მე-18 ჩირგაძე, ეს ხნიერი კაცი აქვს, სახელი ვეღარ დავიმახსოვრე. მე-19 ლევან ჩაჩუა, მე-20 გიგლა გობეჩია, 21
ცოფურაშვილი, გოჩა ცოფურაშვილი. ხო, იქინე 18 რო იყო, აგერ ახლა აქანე 162 გამოვიდა. არა, ეს შოთა იქნა ეს შოთა 21 161 გამოვიდა. ახლა შემოკარგებო? ხო და თუ ვერ გაიგეთ, ვინმე იქანე იმას ვიზამ, კიდევ გამოცხადდება. ეხლა დამინდა, ეხლა პატარა ისტორიაზე და იმაზე. შემოკარგებო, დააკვირდით, კარგად შეხედეთ. ახლა რომ იმაგერ ტრამპი რო გამოვიდა და თქვა ევროპელებს რო უთხრა, ევროკავშირის იმას. ჩვენო, აწიო, თქვენო ვეღარ დაგიცავთო, თქვენი თავი თქვენი დეიცავითო, თქვენი დაიცავითო და მიბრძანდით რუსეთთანო, პუტინთან მიბრძანდითო. ხო გინდათ გაზიო და იგიო. ხო და თქვენი თავს თქვენ ეპატრონეო, ჩვენო ვერ გეპატრონებითო. ახლა რა არის ახლა ეს რა პატრონობა, რას უძახიან პატრონობა? საბჭოთა კავშირის დროს იყო ისე სოი ასე. Так называется сой стратегическая оборонная инициатива. ისე იგი ეს ქონდა საბჭოთა კავშირს. ისე იგი რაკეტა რომ წამოვიდოდა და იჭერდა რაკეტა საერთში, ისე იგი ეგერაგე რაღაცა 100-ში შეიძლება ერთი გაპარულიყო, ანუ 2. ხო და вот это Советский Союз тогда еще имел, когда я был в армии, тогда имел стратегическая оборонная инициатива. Вот это они сейчас, это Трамп, что говорит, мы не можем вас обеспечить, говорит, сами защищайтесь, говорит. Вот это СОИ, стратегическая оборонная инициатива. Хо. Ехала, чему каргебу? ჩემი აზრი და ყველაზე კარგად იმუშავა ამ იმაში, ამ მინისტრებში და ამაში ლილუაშვილმა და გომელაურმა.